მოგესალმებით. დღეს შაბათია, 21 საათი, ჩემი მორიგი გადაცემა, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბარები დემურ გიორგიძესთან ერთად. დღეს საინტერესო დღე არის, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ უზარმაზარი მასშტაბის გეოპოლიტიკურ მოვლენასთან გქონდა საქმე და მე მინდა ახლა სწორედ ამის შესახებ გესაუბროთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მე დღეს გავეცანი თითქმის 43-მდე ევროპულ, ამერიკულ, აზიურ თუ სხვა გამოცემებს, კიდრაც სიმართლედ ყველაზე უფრო არასერიოზული შეფასებები, რა თქმა უნდა, ეს აქვს ევროპულ პრესას და ეს არის ამერიკული ეგრეთ წოდებული ფრანგი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი მედიის, რომელიც ფაქტობრივად პრიმიტიულ დონეზე დახკავთ ეს შეხვედრა, რომ აი ვინ მოიგო და როგორი იყო, რომ პუტინი ესე იგი საერთაშორისო ძებნილი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს. მე მინდა უშუალოდ გადავიდე და რამდენიმე მომენტს მივაქციო ყურადღება, რომელიც შეიძლება ყველასთვის არ იყოს ცნობილი. პირველი, პროტოკოლის მიხედვით შეერთებული შტატების პრეზიდენტი აეროპორტში არ ხვდება არავის პრაქტიკულად. ის ხვდება შეხვედრის ადგილზე და თეთრ სახლში. მოხდა ის, რაც მოხდა, ტრამპი ნახევარი საათით ადრე ჩაფრინდა თავისი თვითმფრინავით, დაელოდა და როგორც კი დაჯდა რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი, ისინი გადმოვიდნენ და თქვენ ნახეთ მათი შეხვედრის მომენტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის წმინდა დიპლომატიური თვალსაზრისით, რომ ეს იყო საოცრად მეგობრული, საოცრად კეთილგანწყობილი და ამას ვერ ინელებენ დასავლეთში ძალიან ბევრნი, რომ ფაქტობრივად აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ იზოლაციიდან გამოვიდა პუტინი, მაგრამ მე ახლა მინდა აბსოლუტურად პრაგმატულად გესაუბრო. რუსეთი, რომელიც მსოფლიოს ტერიტორიულად უდიდესი ქვეყანაა და ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, იზოლაციაში როგორ უნდა მოაქციო, როცა გიგანტური სიმდიდრეები გააჩნია და როგორც, ესე იგი, თავარი რაც შეიძლება ითქვას, ასეთი კეთილგანწყობილი შეხვედრა, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, შოკირებულია ფაქტობრივად, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ გლობალისტურ იდეებზე არიან ჩაციტყრული და უკრაინის მეშვეობით რაღაც, ესე იგი, ყალბ იდეა ფიქსებზე აგებული ურთიერთობები გააჩნიათ. შოკირებული იყვნენ ნამდვილად, მაგრამ აქ ჩვენი თავარი მიზანია რა მოხდა, იმაში გავერკვეთ, რატომ მოხდა ასე. ცხადია, პიროვნულად ამერიკული პოლიტიკური სისტემა ისე აგებული, რომ პიროვნულად აქ ერთი ადამიანი ვერც ასეთ შეხვედრას დანიშნავს და ვერც ასე მოიქცევა. სხვათა შორის, მეც შევნიშნე ეს, როგორც კი პირდაპირ ვუყურებდი და შემდეგ ყველამ დაიწერა, მე დავწერე კიდეც წუხელ სადღაც 4 საათი იყო, რომ ამერიკული პრესა შოკირებულია, რამდენად დისციპლინირებული იყო ამერიკის პრეზიდენტი და ნახეთ, ორი რამ მოხდა, დასაწყისში იყო საოცრად მეგობრული, შემდეგ მან უფრო დაიჭირა წმინდა დიპლომატიური კლასიკური პოზა, რაც ფიქრობ, რომ ძალიან გამართლებული და სწორი იყო და რა ილაპარაკეს, განსხვავება კიდე რა არის, გარდა იმისა, რომ დახვდა, მან საკუთარ ლიმუზინში, ბრონირებულ ლიმუზინში მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი და ამ ჩვენ კარგად ხედავდით ამ საუბარს, რომელიც მცირე იყო, მაგრამ
მაინც იყო საუბარი, მხოლოდ ორი სპეცაგენტი ესწრებოდა, რომლებიც წინ პოზიციებზე იჯდნენ, სხვა არავინ არ იცის სხვა ადამიანმა ამ საუბრის შესახებ არაფერი. მეორე, სანამ ისინი ვიწრო შეხვედრაში მიიღებდნენ მონაწილეობას 3-3-ზე, ორი თარჯიმანი, ორივე მხრივ, ეს იყო აქაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ცხადია უნდა ყოფილიყო რუბიო, როგორც სახელმწიფო მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენი ტერმინოლოგიით რო ვთქვა და უიტკოფი, როგორც მისი სპეციალური წარმომადგენელი ამ დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსული მხარე. დასაწყისში. თავისთავად ცხადია, ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და ეს იყო უშაკოვი მისი თანაშემწე. აი შემდეგ უკვე ამაში ჩაერთნენ მინისტრიც, სილვანოვიც ჩაერთო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მე მინდა ამაზე ყურადღება მივაქცევ, დმიტრიევი, რომელიც არის პირდაპირ ინვესტიციების და საზღვარგარეთთან ურთიერთობის ფონდის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად შეერთებულ შტატებში გაზრდილი ძალიან ღრმად და ძალიან სერიოზულად მიღებული ამერიკულ ისტებლიშმენტში იქაური განათლება აქვს, მაგრამ ძალიან რუსობს, მოდი ასე ვთქვათ, ეს კარგი სმეტი არ. მე მომწონს ქართველი, რომელიც ქართველობს, მე მომწონს ამერიკელი, რომელიც ამერიკელობს და აბსოლუტურად არ მომწონს ის ხალხი, რომლებიც გაუგებარი წარმოშობის არიან რაღაც მახინჯი იდეოლოგიისა. დმიტრიევი არის მაკავშირებელი ფიგურა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ძალიან დიდ დავალებებს ასრულებს, ძალიან სერიოზულს, ფაქტიურად ყველასთან მიესრულება. ეს მეორეჯერ გამოჩნდა დიმიტრიევი, მე ვთქვი, გამიკვირდა კიდევ არც მაშინ, როდესაც მოსკოვში უიტკოვთან შეხვედრაზე იყო პუტინი ცხადია, იყო უშაკოვი და იყო დმიტრიევი. მე ვთქვი, რომ ეს ცოტა უცნაურია თქო, მაგრამ ეხლა გასაგებია, რაზეც არის საუბარი. აქ საუბარია ეხლა გადავიდეთ უშუალოდ რამეზე. აი თითქოს შედეგი არ დარჩაო და რაღაც არ როგორ შეიძლება ამ გლობალურ კონფლიქტში, როდესაც ერთი მხარის ინტერესები გაცხადებულია თუ რა არის კონფლიქტის მიზეზი, უსაფრთხოება, რომელიც ჰაერიდან მოტანილი სულაც არ არის, ეს არის ნეიტრალიტეტი, ეს არის ნატოს არ გავრცელება და ასე შემდეგ და მეორე მხრივ არ არის არც ერთი კითხვა ამ საპირისპიროდ, ანუ შემხედრი წინადადება და ბუნებრივია, რომ ვერც გლობალური ვთქვათ შეთანხმება მოხდებოდა და ვერც უკრაინის თემა გადაწყდებოდა, სხვათა შორის კი გახსოვთ თქვენ, მე ზუსტად ვთქვი, რომ შეუძლებელია უკრაინის თემის ერთ შეხვედრაზე გადაწყვეტა, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული კონფლიქტია, ეს არ არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, თუთა გამოსახულია ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რაც აბსოლუტურად ზუსტად თქვა ამ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ეს არის მეგობარი კი არა, ერთი ხალხია, ზღაპრებს ნუ დავიწყეთ, ეს არის რუსეთისთვის ტრაგედია, რა თქმა უნდა ტრაგედია. ამას სხვა სიტყვებს ნამდვილად სხვა სიტყვებით ვერ შეაფასებ და თავარი რაც მოხდა. გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი და სტრატეგიული ცვლილება მოხდა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში. რაღაც კონტურია გამოსახული დიდი კონსენსუსისა, რომელმაც საერთოდ მსოფლიო პოლიტიკის ლანდშაფტი უნდა შეცვალოს ეკონომიკური მსოფლიო ეკონომიკური ლანდშაფტი და უნდა შეცვალოს საერთაშორისო ურთიერთობები.
ამას შეიძლება დაემატოს და მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან დაემატება ჩინეთი, ასეთი შეხვედრაც იქნება, რა შეიძლება იყოს ეს. ეხება თუ არა ეს, ნახეთ, ის რაც გუშინ მოხდა აბსოლუტურად განსაზღვრავს უახლოეს წლებში სამხრეთ კავკასიის მდგომარეობას, იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ეს შეთანხმება პრინციპების დონეზე, რომელიც ბოლომდე არ არის დაზუსტებული, შეცვლის ურთიერთობებს ამ ორ სახელმწიფო შორის, არადა ორი სახელმწიფოა ის, რომელიც განსაზღვრავს ამ მსოფლიო მომავალს, ზღაპრებს ავყვებით, გლობალური გავლენა სამხრეთ კავკასიაზე ის იქნება, რომ დააკვირდით ორ მომენტს. როდესაც შეერთებულ შტატებში სომხეთ აზერბაიჯანის გარკვეული რაღაც შეთანხმება მოხდა და საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ზანგეზურის იმ 42 კილომეტრიან კორიდორს ამერიკელები გააკონტროლებენ, ირანმა ფაქტობრივად მოხსნა საკითხი და თქვა, რომ სრულიად ნორმალურია. რუსებმა და ეს ოფიციალური განცხადება იყო საგარეო საქმეთა სამინისტროც, ქალბატონი რომ არის ზახაროვა, მან გააკეთა ის, რომ სრულიად ნორმალურია. ესე იგი, რუსეთთან შეთანხმების და შეწყვილების გზით გაიხსნება დასავლეთ აღმოსავლეთის აშკარად კორიდორი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი, დეტალებზე არ დავიწყებ საუბარს. გაიხსნება ახლო აღმოსავლეთის დერეფანი და საერთოდ მიმართულება ახლო აღმოსავლეთისაკენ, გაიხსნება ის ურთიერთობები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსათვის, თუმცა ამის იგნორირებას ახდენენ. მოხდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის აღდგენა და გლობალური შეთანხმება ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ეს შეხვედრა განაპირობა იმან, რომ ორი გიგანტი ბირთვული სახელმწიფო, მე არ მინდა სიტყვა ზედმეტად ვიხმარო, ამერიკის შეერთებული შტატები რომ გიგანტური სახელმწიფოა და ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, კორეაზე არსებობს, მართალია გლობალისტებმა მოინდომეს მისი ძირის გამოთხრა, მაგრამ არ გამოვა ალბათ ეს, ნახოთ, ყოველ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ არ გამოვა, ყველაფერზე წავლენ ამერიკელები, რომ თუ საჭირო იქნება გაანადგურონ ის ძალები, რომლებმაც თეთრი სახლი LGBT დროშაში გაანათეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს შეთანხმება სწორედ იმიტომ არის, რომ ორი სახელმწიფო მივიდა უშუალოდ ბირთვული ურთიერთდარტყმის წინაშე. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ რაიმე ხელოვნური იყო გუშინდელ შეხვედრაში ტრამპის, საქციელი ტრამპი არ არის ისეთი ადამიანი, რაიმე აი რომ იტყვე როგორც მსახიობმა გაითამაშა, ის ძალიან უშუალო კაცია, აბსოლუტურად კომპლექსების გარეშე კაცი არის და ის მოიქცა ისე, როგორც განსაკუთრებულად მის მაღალ სტატუსს შეესაბამება და მე შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან ამისი თქმა, რომ ტრამპმა ფაქტიურად იმაზე უფრო დიდი დიპლომატიური ნიჭი გამოაჩინა გუშინ, ვიდრე არავითარი დათმობაზე არ არის საუბარი, საუბარია კატასტროფის წინაშე მისულ ორ ქვეყანას, ქვეყნის დაპირისპირებას, რომელიც მსოფლიოს ავტომატურად ამთავრებს ურთიერთგაგებაზე და ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ დიალოგი გაგრძელდება. კიდევ ერთ მომენტს მიაქციეთ ყურადღება, რომელიც 1000-ნაირად დაატრიალეს დასავლურ პრესაში.
პუტინმა ინგლისურად მიმართა, რომ აი შემდეგი შეხვედრა მოსკოვში იქნებოდა. ტრამპმა უპასუხა, რომ ალბათ, მაგრამ შეიძლება ამისთვის გამაკრიტიკონო, მაგრამ ნუ პრინციპში შეთანხმება იქნება. მე მგონი, მალე იქნება ამაზე გამოცხადებული შეხვედრის თარიღი, მაგრამ მანამდე 18-ში ვაშინგტონში ჩავა ზელენსკი. მე არ მინდა რაღაც ვარაუდებზე ავაგო, მაგრამ მართალია ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვერ იქნა მიღწეულიო, მაგრამ ღრმათა ვარ, აი ქვეტექსტებიდან გამომდინარე, ყველანაირად ვეცადე, რომ ესე იგი ყველა ფრაზა, თქვათ, უშუალოდ ტრამპის მიერ გამოთქმული კონტექსტები დამეჭირა, მათ აქვთ რაღაც სერიოზული, შეთანხმებული, ოღონდ კიდე გეუბნებით, უკრაინაში კონფლიქტი ეს არ არის ტერიტორიული კონფლიქტი. უკრაინის კონფლიქტი არ არის უკრაინის დაპყრობისთვის კონფლიქტი. ხასუსა მინსკი 1, მინსკი 2 1000-ნაირად მაგახსნილი სტამბოლის 2022 წლის შეთანხმება, სად იყო იქ მიწებზე საუბარი, რომელ კვადრატულ სანტიმეტრზე იყო საუბარი, რომ უკრაინას უნდა დაეთმო, არა, ერთადერთი. ორ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უნდა მოხსნილიყო რუსული ენის შეზღუდვა, უნდა მოხსნილიყო რუსული კულტურის შეზღუდვა და მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ უკრაინა უნდა ყოფილიყო ნეიტრალური და ნატო დაბრუნებოდა 97 წლის პოზიციებს. სხვა ეს არც ერთი მოთხოვნა არ წარმოადგენს თითიდან გამოწვეულს, ან რუსეთის მოდით უშუალოდ ეს სიტყვა გამოვიყენო ხუშტურის დონეზე ნათქვამს, არა, ყველაფერი არის აბსოლუტურად სწორად დასმული. ნატოს გაფართოების კონცეფცია დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა რომ იყო, ეს დღეს აღიარებულია, იმიტომ რომ თუ შენ ნატო გჭირდებოდა იმისთვის, რომ გაგეწონასწორებია საბჭოთა კავშირი და ვარშავის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების სამხედრო ბლოკი, როდესაც დაიშალა და რუსეთი ლამის დაჩოქებული იყო 90-იანი წლების დასაწყისში და რუსეთს ყავდა ერთ-ერთი თავის ისტორიაში უსამარცხვინოესი ხელისუფლება, ელცინი, გაიდარ, ჩუბაისი და ასე შემდეგ, ეხლა არ ღირს ამაზე საუბარი, რაც ეჭირო იყო ნატოს შენარჩუნება, როდესაც რუსეთი იქეთ გთხოვდა ნატოში მიღებას, ის ითხოვდა ამერიკელებთან, თუ გნებავთ ისეთ ურთიერთობა, სადაც ცხადია ჰეგემონი ქვეყანა იყო მაშინ შეერთებული შტატები, ერთადერთი ყველაზე უფრო რომ იტყვიან დომინი ერთადერთი. აი, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როგორიც იყო 90-იანი წლების შემდეგ. გარკვეული პერიოდი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მოწინააღმდეგეც კი არ ჰყავდა და მცდარმა პოლიტიკამ 30 წელიწადში ფაქტობრივად არა მარტო შეცვალა მდგომარეობა, არამედ გახადა რეალური მრავალპოლუსიანობა, რომელიც თავისთავად ნიშნავს იმასაც, რაც გუშინ მოხდა. ორი პოლუსი აშკარად გამოკვეთილია. რა თქმა უნდა, არის ჩინეთი პოლუსი, ამის ვარყოფა არ შეიძლება და კიდევ ერთი რამ. ყველა სადაც კი ვნახე სერიოზული რამ დასავლეთში ანალიტიკური ჯერ ყოველ შემთხვევაში ვერ მოვასწარე, მე ვეცადე ყველაზე მთავარი გამოცემები მენახა ევროპაშიც განხილვად არ ღირს, გითხრათ სიმართლე. რაცაც მივწვდი და კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავ, როცა უკვე ანალიტიკური ცენტრები დეტალურად გაანალიზებენ ამ შეხვედრას, მთავარი ის არის, რომ ფაქტობრივად არავის ინფორმაცია არ აქვს. გარდა უსაშველოდ ვიწრო წრისა,
მათ ნახეთ პრესკონფერენციაც კი ცოტა უცნაური იყო, დაიწყო პუტინმა, როგორც წესი მასპინძელი იწყებს, მაგრამ 8 წუთი ის ლაპარაკობდა, 4 წუთი ლაპარაკობდა ამერიკის პრეზიდენტი. არანაირი კითხვაც არ უპასუხეს და მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ამ უზარმაზარი დონის შეხვედრის გაუბრალოება და იქ ათასნაირი ტენდენციური კითხვების მოსმენა, იმიტომ რომ ეს სხვა ფორმატებია, როდესაც ფორმალობას გარკვეული ანგარიში ეწევა ამ უზარმაზარ შეხვედრაზე, ამის აუცილებლობა არ იყო და იგნორირებული იქნა თავიდან ბოლომდე. არაფერი არ გაცხადებულა და მე ვნახე ზუსტად რომ ორივე მხარეს ქონია შეთანხმება რომ არც ერთი დეტალი მოლაპარაკებისა საჯარო არ გახდება. ტრამპმა დაიცვა შესანიშნავად, გითხრათ სიმართლე, რომ ტრამპი გუშინ იყო ამერიკის ნაღდი პრეზიდენტი, არავითარი წაგება მას არ განუცდი არაფერი პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი გადაახდა საკუთარ თავს პიროვნულად, კარგით, არა ნახეთ როგორ განცხადებებს აკეთებს, როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა, მან გადადგა ისეთი დამბიჯები, რომელიც, აი შოკის მომგვრელია მთელი დასავლეთის ამ ტენდენციური ჯგუფებისთვის, ის რაც მოხდა წითელ ხალიჩაზე, თუ მიაქცევდა დიპლომატიის ენაზე ამას არ მნიშვნელობა, მათ ორჯერ ჩამოართეს ერთმანეთს ხელი, ძალიან მეგობრულად ისაუბრეს, შოკის მომგვრელია ყველაფერი იმ ხალხისთვის, ჩემთვის პირადად გითხრათ სიმართლე, ადამიანურად ძალიან სასიამოვნო იყო რა. არ აქვს მნიშვნელობა მე ვინ მომწონს. მე აბსოლუტურად მინდა გამოირიცხოს საფრთხე იმისა, რომ ორი უზარმაზარი სამხედრო მანქანა ერთმანეთს დაეტაკოს. ამისთვის ყველაზე საუკეთესო არის დიპლომატია, შეხვედრები. მე საბჭოთა კავშირის დროს, მაშინაც კი როცა ორი ანტაგონისტურად განწყობილი ბანაკი იყო, შეხვედრები იყო ოფიციალურ დონეზე და დახვედრები, ყველა დიპლომატიური რომ იტყვიან პროტოკოლი დაცული და ბოლო სამნახევარზე წელწადზე მეტია, მე წესიერი შეხვედრა სახელმწიფო მეთაურებისა არ მენახა. და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშინლად ცუდია. შესანიშნავია ის, რომ წყალქვეშა ნავების და ორივე მხრივ ქვეყანასთან მიახლოება, რაღაც მუქარები და ასე შემდეგ გამოირიცხა და ისინი შეხვდებიან, ეს ასეც უნდა იყოს. იქნება თუ არა შეერთებული შტატები და რუსეთი მეგობარი ქვეყნები. ხოდით? მე ვფიქრობ, რომ რაც მე გუშინ ნახე და დღეს მთელი დღე ამის ირგვლივ ტრიალებ, მიდრის საქმე სტრატეგიულ შეთანხმებამდე. მეგობრობას ქვეყნებს შორის ცოტა სხვა რამეა, რატომ ვერ იქნებიან ჩემი შეხედულებით ამერიკელები და რუსები მეგობრები? ესენი კონკურენტი ქვეყნები არიან, არა მარტო შეხედულებათა სისტემით, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკის თვალსაზრისით, დიახ, იმ თავისი უბედური წარსულის გამო რუსეთი კოლოსალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს არაეფექტურად იყენებს და ეხლა ნელ-ნელა იწყებს წამოწევას და ალბათ ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ რუსეთის არსებობას მხოლოდ ერთადერთი რამ გადაარჩენს სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბება, რამდენად დღეს უკვე დააკვირდით, კიდე გეუბნებით, მე არა მარტო წარსული ვიცი რუსეთის ისტორია და ასე შემდეგ, დააკვირდით ძალიან კარგად ერთ რაიმეს. რუსეთში ჩნდება ახალი დასავლეთში განათლებული, სერიოზული განათლებული, დაითუგნება დიმიტრიევი აიღეთ, დაუკვირდით მის, როცა კი გექნებათ საშუალება, მის ინტერვიუებს ან მის საუბარს ის ამერიკაშიც ხშირად გამოდის, ეს სხვა თაობაა რუსებისა. ასეთი თაობა ჩნდება რუსეთში და ისინი
თუ რუსული ელიტა თავისი სახელმწიფოს განვითარებაზე წავა, ელიტების ცვლილება მოხდება, აუცილებლად მოხდება. თუ ეს არის ერთადერთი გარანტი რუსეთის არსებობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკმაოდ დიდი პრობლემა ჰქონდა. მე არაერთხელ მithქვამს, იცით თქვენ, როცა ეს დავწერე 2022 წლის 24 თებერვალს, ლამის რა შეფასებები იყო აღარ ვიტყვი. მე ვთქვი, რომ აქედან რუსეთი გამოვა გაცილებით ძლიერი და რუსებმა უნდა დაუფასონ ამერიკელებს ეს. მოსკოვის ცენტრში სიმბოლური დიდი მონუმენტი გააკეთონ და ყოველდღე მივიდნენ და თაყვანის წეს. დიახ, ჭაობში ჩავარდნილი რუსეთი, კრიმინალში ჩავარდნილი რუსეთი, კორუფციაში ჩავარდნილი რუსეთი. ერთპიროვნული კლანური მმართველობის კორუფცია თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებში, ძალოვან სტრუქტურებში და ასე შემდეგ. ნახეთ რა დაჭერებია, რა გამაოგნებელ რაღაცებზეა საუბარი. შეიცვალა მომენტალურად, იმიტომ რომ ეს ისტორიულადაც წაცა იყო რუსეთში, როგორც კი მათ გაქრობის საფრთხე დაემუქრა და განადგურების საფრთხე დაემუქრა, ამ ხელა უზარმაზარი მექანიზმი მომენტალურად ვერ მოვიდა და ვერ გადაეწყო, მაგრამ დროში იგი გადაწყობისკენ მიდის. ნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში გუშინ რუსეთმა მიიღო კოლოსალური იმპულსი იმისა, რომ გადაეწყოს. ხას უწვა. ეხლა მე ძალიან მომეწონა ის, რა თქვა ბოლტონმა, ძალიან აწონილი, თუმცა ის ძალიან სერიოზული კრიტიკოსია ტრამპის, და ტრამპის მრჩეველი იყო უშიშროების საკითხებში მისი პირველი ვადისას. მათქო რომ ტრამპმა არ წააგო, მაგრამ მოიგო პუტინმა. მოდით ახლა ამათ სხვა კონტექსტია. პუტინმა მოიგო თუ არა? მე ვამბობ არა ის, რომ აი ტრამპი დაამარცხა, არა. პუტინი თვითონ გამოვიდა თუ არა? მართლაც მოგებულს არ ვიტყვი. საოცრად დიდი იმპულსი მიიღო თუ არა? კოლოსალური. ქვეყანა და მისი პრეზიდენტი, რომელიც 3.5 წელი იზოლირებული იყო დასავლეთის მხრიდან, თორემ მსოფლიოში იზოლირებული არ იყო. გამორიცხულია. ხდება მსოფლიოში პირველ ქვეყანას, ხდება მის პრეზიდენტ საოცარი განწყობით. ეს არის უზარმაზარი სტიმული. მე ვფიქრობ, რომ რუსებისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია. ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, გაგრძელდება აშკარად და მე ყველაზე დიდი ეჭვი მაქვს იმისა, რომ უფრო სიღრმეში რომ ჩავიხედო, ის ელიტები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს არის ძალიან ძლიერი ინტერესთა ჯგუფები. მე არ მეყვარს ის deep state-ები და რაღაცებზე საუბარი. ეს არის ძლიერი ხალხი, ძლიერი გავლენის ჯგუფები, მივიდნენ იმ კონსენსუსამდე აშკარად, რომ საჭირო ურთიერთობები შეიცვალოს. რა კი სტრატეგიული ცვლილებები ხდება გლობალურ ურთიერთობებზე გავლენა და მე გითხარით, ამ გლობალურ ცვლილებებში მოხვედრილია სამხრეთ კავკასია. ის პროფანული შეფასებები, რომ არიქა ვიღაცას გააგდებს აქედან და სომხეთი და აზერბაიჯანი და თურქეთი და ესენი, კიდე გეუბნებით, არ შეიძლება საკუთარი სახელმწიფოს მქონე ქვეყანა, საქართველო, ქართველები უსმენდნენ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ბექგრაუნდი პროფესიული პოლიტიკური საქმიანობისა, პროფესიული სამეცნიერო საქმიანობისა, პროფესიული თუნდაც პოლიტოლოგიური საუბრებისა არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ამ თემებზე შეიძლება ისაუბროს ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა თავიანთ სფეროებში.
ჩვენ განათლება მოვსვეთ მეცნიერება, ამიტომ ვარ უკიდურეს მდგომარეობაში. მე ჩემი ინიციატივით რაღაცებს ვცდილობ, აი ნახეთ, საუკეთარი ტელევიზია მაქვს უკვე. ხო და მთავარი არის გარღვევა გავაკეთოთ. ესე იგი, არავით არ იმის მსგავსი, რაც საქართველოში იმ ტყლაპო ტელევიზიებში და იმ ტყლაპო ექსპერტებში განიხილება ახლოს არ არის რეალობასთან. ჩვენ თვალწინ მოხდა უზარმაზარი ბიძგი და ეს შეცვლის, აშკარად შეცვლის, კიდე გეუბნებით, იმიტომ რომ ნახეთ, ამერიკის დამოკიდებულების აღდგენას პუტინი ცდილობდა ძალიან სერიოზულად. ბოლტონმა ამას გაუსვა ხაზი. მე ყოველთვის ვამბობდიო, რომ პუტინის მთავარი ამოცანა არის აღადგინოს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ამისთვისო მან უზარმაზარი გზა ჩემი ნაწერები გახსოვთ, ჩემი შეფასებები გახსოვთ, მეც ზუსტად სულ არ ვიცოდი ბოლტონის მე ვთქვი, რომ პუტინი არ წავს ხიდებს. აი შეულად მეუბნებიან თქვენ რომ ასე თქვით, თქვენ რომ ისე თქვით, რატო ვერ აიღო უკრაინა? თემა არ არის. თემა სხვა რამეა. თემა ის არის, რომ არ წავდა ხიდებს და იმიტომ რომ ამერიკელებთან ურთიერთობა რუსეთისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს აშკარა არის. ამერიკასთან ურთიერთობა თუ არ ექნა დალაგებული ამ უზარმაზარ სახელმწიფოს, მას ექნება ის პრობლემები, რაც ჰქონდა, მას გაუთამაშებენ ათასნაირ, ესე იგი. და ამ თავარ გადამწყვეტ სტრატეგიული მიმართულების მიღმა დარჩა ევროკავშირი და ნატო. აი, ლამის ცოფებს ხრიან, განსაკუთრებით გერმანული პრესა. ჩვენ არ შევწყვეტ უკრაინასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და დავეხმარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკელებმა ფაქტიურად მიანიშნეს, თუ თქვენ გინდათ ბოლო უკრაინალებმა, ეს თქვენი პრობლემა არის, გააგრძელეთ. მე როდესაც საუბრობდი, არა და კიდე გეუბნებით, არ ვამბობ თავის მოწონებით, ევროპის ასევე ისტორია ვიცი, ასევე შესანიშნავად ვიცი დასავლური კლასიკური კულტურა, გავიზარდე ამ კულტურაში, საოცარი დიდი რამე იყო. დღეს ევროპაში არაფერი კლასიკური ევროპული კულტურის არ არის შემორჩენილი. მე ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ევროკავშირი არის მკვდარი წარმონაქმნი, ეს არის აბსოლუტურად უპერსპექტივა. ნატო არის წარსულში ჩარჩენილი აგრესიული ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს ჰქმნის მშვიდობისა. ტრამპმა რა განაცხადა შეხვედრის წინ? იმისთვის, რომ კონფლიქტი იქნას მოგვარებული, მე ვუშვებ, რომ ნატო ევროპაში შეიძლება შევასუსტოთ. გასაგებია რას ნიშნავს? ჯერ ახლა არაფერს არ წარმოადგენს, ხაზს უსვამ. მე გეუბნებით სამხედრო პოტენციალის მხრივ. არაფერს ნატო არ წარმოადგენს. ნატო რომ წარმოადგენდეს რაიმეს, უკრაინაში სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ შანსი არ აქვს მოქცევისა, რადგან საკმარისია შეაბიჯოს იქ ფეხით. მე რა რომ ოდესაში გადაცმული ნატოს ნაწილები დგას და ასე შემდეგ. ის რომ კონსულტანტებია, ის რომ რამშტეინის პაზიდან და ეხლა პოლონეთის საზღვარზეა გადმოტანილი ნატო შტაბი და იქედან ხდება ყველაფრის დაგეგმა და უკრაინელებისთვის მითითების, ეს უშედეგოა, ეს შედეგს არ გამოიღებს. საოცარი რაღაცები ხდება უკრაინის მთელ ფრონტზე, არანორმალური შლეტა არის, ეს არ გაჩერდება, კიდე გეუბნებით. სანამ გლობალურად არ გადაწყდება საკითხი, არაფერი არ გაჩერდება, ვერ გაჩერდება, რადგან როდესაც არსებობს ერთი
წინადადება კარგია, ცუდია, მაშინ საპირისპირო სისტემა უნდა იყოს შეხედულებებისა და წინადადებებისა, რომ რაღაც განეიტრალებული იქნას. კონფლიქტია. რუსები ამბობენ, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის. სწორად ამბობენ, კიდე გეუბნებით. თუ მორეული იქნან რუსები შეწყვეტს არსებობას. რუსეთი საერთოდ შეწყვეტს არსებობას. კარგია ეს არიქა ჩვენც ხوار მივეხმაროთ ახლა რუსების განადგურებაში, კაცო, ჩვენ ხო ქართველები ვარ, ახლა მონგოლები გვინდა ჩვენ აქ, ჩვენ ხო გვინდა შინ ევროპაში ღირსებით უნდა ვიაროთ, ხო? ნახეთ, სად არის გაჩხერილი საქართველოს უსაშველოდ უსუსური ხელისუფლების აზროვნება. ევროპაში მიდიან. გუშინ წინ დავწერე, სახში შემოვედი გადაცემისთვის, ჩართული იყო მოამბე, თუ რა ქვია იმას ბოდიში ის კეკელა ტელევიზია რომ არის, იმედი, იმის საინფორმაციო, 10 წუთის განმავლობაში 10 ჯერ ახსენეს, როგორ მიდიან ევროპისკენ. ევროპაში ინტეგრაცია და ევროპული ფასეულობები და ეს ხალხი თავს იგდებს მასხრად, რადგან ქართული ფასეულობათა სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართული კულტურა ფანტასტიკური კულტურაა. ქართული ხალხი არის ფანტასტიკური კულტურის მატარებელი და უზარმაზარი პოტენციალის მატარებელი და მე თუ კი ყოველდღე ამ საქმით ვარ დაკავებული, მინდა რომ ცვლილებები მოხდეს და აუცილებლად მოხდება ცვლილებები, თუ გნებავთ დიდი ქართველთა დიდი გაერთიანების სახით, რომელიც ყველა საქართველოს ერთად დააყენებს. ეს არ არის პარტია და კიდე რაღაც იერარქიული სტრუქტურები და მე უფროსი ვარ და შენი სახარ არავინ არ არის. ქართველებს უფროსობა არ ჭირდებათ. ქართველებს ჭირდებათ კაცებზე ვამბობენ და ქალბატონებზე. პირსებიცა. ჩვენ ჭირდება ურთიერთთანამშრომლობა, ჩვენ ჭირდება ამ ქვეყნის გვერდით დგომა და შეიძლება ითქვას გარანტირებულად გუშინდელი შეხვედრა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს და არა მარიონეტულ სახელმწიფოს აძლევს განვითარების უზარმაზარ პერსპექტივას, რადგან შენ ამ ინტერესების სფეროში ხარ და შენ შეგიძლია ხელი შეუწყო ამ ორი გიგანტური სახელმწიფოს ურთიერთობის განვითარებას და ეს განვითარდება, კიდე გეუბნებით, აუცილებლად. სხვა რეჟიმი არის ომი. სხვა რეჟიმი არის არა უკრაინა და სპეციალური ოპერაცია, არამედ გლობალური ომი დიდ სახელმწიფოებს შორის. ეხლა მითხარით მე თქვენ დღევანდელი ტექნიკის პირობებში თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის მსხვერპლ გრევა და მსხვერპლი იქნება თუ ორი დიდი ქვეყანა ერთმანეთს იარაღის დაუწყებს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევას. ამიტომ ხაზს უსვამ, მე დღეს კიდე უფრო სტიმულირებული ვარ, კიდე უფრო ძალამოცემული ვარ, თანაც დღეს ჩემთან მოვიდა ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც არ მინდა ეხლა დეტალები ვთქვა, მოვა დრო, ამ დეტალებზეც ვიტყვი, უსაშვილოდ საინტერესო ადამიანი, ძალიან სერიოზული პიროვნება, რომელიც ძალიან ახლო ურთიერთობაშია საზღვარგარეთის ცნობილი ქვეყნის პირველ პირებთან და ასე შემდეგ და ჩვენ გქონდა საუბარი, რომელმაც უკვე მეორეჯერ, მაშინ სხვასთან ერთად იყო, დღეს პირისპირ ვიყავით, ამიტომ მე ძალიან ძალამოცემული ვარ, იმიტომ რომ მისი მოსვლა მხოლოდ ჩემდამი კეთილი დამოკიდებულების გამომჟღავნება იყო, რასაც მე დიდად ვაფასებ. ამიტომ ხაზს უსვამ. გუშინდელი შეხვედრა მე მაინტერესებდა, ყველაფერს ვაკვირდებოდი, რომ რა შეიძლება სარგებელი მიიღოს ქართულმა სახელმწიფომ. ქართული სახელმწიფო მიიღებს თუ მას სერიოზული ხელისუფლება ეყოლება. თუ ის ცივილიზებული სახელმწიფო მართლობის ფარგლებში ჩაეტევა
აუცილებლად მიიღებს, იმიტომ რომ ის მოქცეულია ამ გლობალური ინტერესების სფეროში. ამით ყველაფერი ნათქვამია. მე არაერთხელ ამიხსენია და არაერთხელ მithქვამს, რომ როდესაც შენ გაქვს შენი სახელმწიფო, გარეთ რაც არის მოცემულობა. ეს არ არის არჩევანის საგანი. რუსეთი არის მოცემულობა. ასეთია ისე რა მნიშვნელობა? ის ისეთია როგორც თურქეთი არის მოცემულობა. ევროკავშირი არის მოცემულობა. ამერიკა არის მოცემულობა. ჩინეთი მოცემულობა. და შენ იმდენად გაუნათლებელი ხარ, ხასუსა მორიდებით არ ვისაუბრებ. შენ იმდენად უვიცი ხარ, რომ მე მინდა ეს. რა გინდა? შენ გინდა, უნდა გინდოდეს შენი სახელმწიფო, დანარჩენი რეალობა ამ სახელმწიფოებს ცხოვრება უნდა მიანიჭო ამ მოცემულობაში და ლოგო ურთიერთობები ყველასთან პრაგმატული ურთიერთობები. ეხლა მე ვიტყვი ერთ რაიმეს, რომელიც ძალიან ბევრს შეიძლება არ მოეწონოს. ის რუსოფობია, რომელიც არის საქართველოში, ქართველთა საკმაო ნაწილის, მათ შორის ნაკითხი ხალხის სრულ პოლიტიკურ სიბეცეს და ჭეშმარიტი ინტელექტისა და განათლების ნაკლებობის შედეგია. ეს იყო ხელოვნურად შემოტანილი, ეს იყო ხელოვნურად კულტივირებული, გასაგებია იმ მიზნით, რაც შედეგსაც დღეს იმკის უკრაინა და ჩვენ მოვიმკით 2008 წელში. ტრაგიკული შედეგი. ტრაგიკული შედეგი იყო აგრეთვე 93 წლის აფხაზეთის ტრაგედია, ტრაგიკულზე ტრაგიკული ყველაფრის საფუძველი იყო 92 წლის სახელმწიფო გადატრიალება. ესე იგი, ჩვენ პრაგმატულ აზროვნებაზე უნდა გადავიდეთ, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე უნდა ავაგოთ და მე კიდევ ერთხელ დასკვნის სახით ვიტყვი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არის ერთადერთი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს და გადაწყდება. ჩვენ რაგი სუსტი მხარე ვართ, ჩვენ დიდი გული გვაქვს, მაგრამ ქართული სახელმწიფო იმ სახელმწიფოსთან შედარებით ძალის თვალსაზრისით სუსტია. ჩვენ და მე სხვათა შორის ტელეხიდები როცა იყო ორგანიზებული მოსკოვთან, ბოლო ტელეხიდის დროს ჩემი პოზიციები ვიცი, რომ ძალიან სერიოზული რეზონანსი ჰქონდა მოსკოვში. მე ვთქვი, თქვენ რაც იყო, ახლა ხალხი უნდა ვიცხოვროთ, სანამ ჩავიციკლოთ წარსულზე მოხდა, ესეც არა გვაქვს გააზრებული, მაგრამ გავიაზრებთ, ადრე თუ გვიან. მოგვეცით გარანტია, რომ ჩრდილოეთიდან ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს საფრთხე არ ემუქრება. ის ძლიერია. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მაშინ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იქნება იმ დროისთვის, აბსოლუტურ გარანტიას უნდა გასცემდეს იმას, რომ რუსულ სახელმწიფოს საქართველოდან საფრთხე არ ემუქრება. ეს არის ერთადერთი, რომელიც არეგულირებს რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებს, ამას ჭირდება ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურები, სიტყვის პოლიტიკაში ავტორიტეტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე რა რომ შენ პატარა ქვეყანა ხარ. დღევანდელ სამყაროში მთავარი არის ავტორიტეტი პოლიტიკაში. მე ეხლა არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ თქო მანახეთ ავტორიტეტი საქართველოს ხელისუფლებაში. პოლიტიკური ავტორიტეტი, თორე კაი ბიჭები არიან, რატომაც არა თავისი ოჯახი ყავს, დედას უყვარს, შვილები ყავთ, უყვართ კი. მე ეს არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს მათი შედეგი. მათი შედეგი არის ნული და საშიში ნული. უარყოფით შედეგებით მომცემ. ესე იგი, ჩვენ ასევე დასალაგებელი გვაქვს,
ჩვენ არა გვაქვს კარგი ურთიერთობა არც აზერბაიჯანთან, არც სომხეთთან. მე გუშინ თქვი და ჩვენ სომხეთი ფაქტიურად იზოლაციაში გავწირეთ ჩვენი იდეოლოგიური სიშტერეების გამო, მაშინ როდესაც შეგვეძლო უზარმაზარი როლი შეგვესრულებინა ჩვენ თვითონ რომ ყოფილიყავით არა მარიონეტული ხელისუფლებების ხელში. ამიტომ არც აზერბაიჯანი ზღაპარია ის რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყოველ შემთხვევაში თურქული ფულით მოსყიდული ეს ნაგავი ტელევიზიები და ასევე ნაგავი პოლიტიკური ჯგუფები გვიმტკიცებენ იმას რომ ეს ისტორიული მეგობარი ქვეყანა იყო ნატოს წევრი ქვეყანა ახლა ეს ის კი არ არის ეს ოსმალეთი ხო გითხრა უფროსმა გუშინ წინ ხო ესე იგი რომელია კვიდრი თურქული მიწები და ვინდა ჩაასახლო შიგნით და შენ ხბოს აღტკინებით შესციცინებდი თვალებში და ისიც კი ვერ შეძელი უსუსური პოლიტიკური აზროვნების გამო და სინამდვილეში ნულოვანი პოლიტიკური ბექგრაუნდის გამო გეთქვა ის რაც უბრალოდ საღადამიანს უნდა ეთქვა. ჩვენ ასევე დასალაგებელი გვაქვს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. მე კარგად იცით, ესე იგი, საშინლად წინააღმდეგი ვიყავი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ანტიამერიკული განცხადებები და დაუჭირა მხარი ამ უტვინო ოპოზიციას, რომელიც ტრამპს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას აგინებდა. მე მაშინ ტელევიზიით ღიად გამოვედი და მე მიპასუხეს, რომ აი როგორო თქვენო რატო ადანაშაულებთო საქართველოს ხო ხედავთო რა დიახ, ასე უნდა გაეკეთებინა, სისულელეც იყო აყოლილი. როგორ შეიძლება საქართველოს იყოს შეერთებული შტატების მტერი? ეხლა, როდესაც მე რუსეთის მდგომარეობას ავწერ, მაშინ მომაწერეს კიდევ ერთი რამ ეხლა ვიტყვი. როცა მე საღად ავწერ რუსეთი რაც არის, კარგი, ცუდი, ამაზე არა აქვს ნიშნა. შენ რუსეთ უმეხარო, როდესაც მე ავწერე, რომ ეს არ შეიძლება ამერიკის წინააღმდეგ მოძრაობა და თქვენ ამერიკელი ხარ, შენ იქ ესე ოჯახი და ესე და შენ თუ ასე ხარ. ვერ გავიგე ახლა გამაგებინეთ, მე რაფერი თქვა, ამერიკა თუმე თუ რუსეთუმე ვარ, ახლა მითხარი, ხო? ეს იცის პრიმიტიულმა ინტელექტმა, ეს იცის გონება შეზღუდულობა, მაგრამ თუ იცით რომ მე უბრალოდ ერთი საღი ქართველი ადამიანი ვარ, რომელსაც ამ ქვეყნიდან აქვს დანახული გამიმართლა. ხას უსვამ, ფანტასტიკურად გამიმართლა ცხოვრებაში, როდესაც 4 წლის ასაკიდან აღმოჩნდი სულიად სხვა კულტურულ გარემოში და ჩემს ფანტასტიკურ ქართულ აღზრდასთან ერთად დაემატა ის, რამაც მე სხვანაირი ადამიანი გამხადა და უკეთესი ქართველი გამხადა, ამას სულ გავიმეორებ. საქართველოს არაფერში არ ჭირდება ანტიევროპელობა, დამოუკიდებელი ქართულმა სახელმწიფომ პრაგმატულად იმუშაოს და მიიღო სარგებელი ევროპა, მაგრამ ის რაც ევროპისადმი დამოუკიდებლობაში ხდება, ეს მონურ იდეოლოგიზირებული ყოვლად უვერგისი ადამიანების, რომლებიც თითქოს დასავლურ ორიენტაციის არიან, აი შინ ევროპისკენ მისვლა ამ დროს სახეზე ყველას აწერია, რომ წარმოდგენა არ აქვს ევროპულ კულტურაზე, კლასიკურ კულტურაზე, იმაზე თუ რამდენად გრანდიოზული ცივილიზაცია იყო ეს, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას ამ ცივილიზაციამ მიაღწია. ჩვენ 90-იანებში სწორად გვინდოდა ევროპული, ეს ხალხის არჩევანი იყო, ეს ვინმე, რატო იცით? ჩვენ ვიყავით 200 წელი გარკვეულ გარემოში და ვინახეთ, რომ იქეთ უკეთესი იყო. და ბუნებრივი იყო უკეთეს რო ხედავ გინდა უკეთესი, მაგრამ ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ დაუშვა გამანადგურებელი შეცდომა, როდესაც ხალხს არაუხსნა, როგორ მიაღწიეს დასავლეთში იმ კეთილდღეობას, რა იყო ამის საფუძველი და ჩვენ არ მინდა რაღაც ისეთი შეფასება გავაკეთო, მაგრამ ხამებივით
მარტო კაი ცხოვრება მოგვინდა, მაგრამ კაი ცხოვრებას რო დღე და გამშრომა უნდა, განათლება უნდა, მეცნიერება უნდა, პროფესიები უნდა, ღრმად ერუდირებული პროფესიონალური ცოდნა უნდა, ტექნიკური მომსახურება უნდა, ხალხი უნდა დასაქმება. ეს არ ვიფიქრეთ, აბა როგორ გაჩნდება ეს ცხოვრება. ევროპაში შეხვალ და კარგად იცხოვრება რა, ევროპაში ჩვენ არ შევალთ, ხაც უსვამთ. ჩვენ ევროპაში არ შევალთ, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და ჩვენ ევროპაში შესვლა არ გჭირდება. ჩვენ გჭირდება ამ ფანტასტიკური ქვეყნის განვითარება, ჩვენ გჭირდება არანორმალურად გონება გახსნილი ქართველი ახალგაზრდა გენეტიკურ დონეზე. სოფლიოში საუკეთესო განათლების მიცემა რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? ჩემნაირი ლექციები სრულიად სხვადასხვა სფეროში. აი, ფანტასტიკურად მაღალი დონის, აი, ღრმად მათემატიზირებული, არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ჩემს პირველ საქმიანობაში, რომელიც რაკეტულ ტექნიკასთან იყო და საოცარ სფეროსთან იყო, სადაც მე ათობით სტატია მაქვს გამოქვეყნებული და ჩემს ხელმძღვანელთან ერთად, ნოდარვალიშვილთან ერთად წიგნი მაქვს მასალებისა და კონსტრუქციების გამძლეობა, რომელიც NASA-ში არის და ძალიან კარგად ბატონ ცნობილმა მათემატიკოსმა ქართველმა მითხრა, როგორ დაურეკეს მას იქაურმა ნაცნობებმა და რამდენად კარგი შეფასება გააკეთეს ამ წიგნის შესახებ. მიხარია? ფანტასტიკურად მიხარი. ასევეა სხვა წიგნებით და მე ამაზე გითხარით ერთხელ ვისაუბრებ. მე მინდა ის რაც ვიცი ქართველ ახალგაზრდებს გადავცე, მე მინდა ქართული განათლების სისტემა, მე მინდა ქართული მეცნიერება, რომელიც ამ საოცარ გონება გახსნილ ახალგაზრდებში სუპერ მეცნიერებს და სუპერ სპეციალისტებს გამოაჩენს. ამის ნაცვლად ჩვენ რაც ვთავაზობთ, მივმართავ კობახიძეს, უმწიფარ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ელემენტარული პასუხისმგებლობა არ გააჩნია საკუთარი ქვეყნის იმის ნაცვლად, რომ წამოიღო მსოფლიოში საუკეთესო განათლება, როგორ იგება, იცით, ეს ინდუსტრია სკოლამდელი ასაკიდან იწყება, ადრეული ასაკიდან, ეს მთელი კონსტრუქცია ზულს თლად მწვერვალზე არის მეცნიერება, მაგრამ მანამდე არის სკოლამდელი, სკოლის პერიოდი, სკოლის შემდეგი პერიოდი, უმაღლესი და ასე შემდეგ და ეს კონსტრუქციაში უნდა გქონდეს. ამის კონცეფცია ჩამოყალიბებულია. ზუსტად ვიცით რა ეტაპზე რა არის საჭირო, ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩენა, რომ წყვეტა არ მოხდეს. წყვეტა მოხდება განათლებაში. ქართველებს არაფერი არ ეცოდინებათ და არც ეხლა არ იციან. ახალგაზრდა და საშუალო თაობამ რა ხდება მსოფლიო მეცნიერებაში, თქვენ თუ გონიათ ხელოვნური ინტელექტს შეეკითხებით, კიდე გეუბნებით, ასე რამ გამოგაცვლელად, კიდე გეუბნებით, თქვენ გინდათ სხვას კითხოთ და ის რასაც გეტყვით, ისე იცხოვროთ. ის სწორედ მაგნაირი ხალხისთვისაა მოგონილი, რომ თქვენ ჩარჩოებში იყოთ. მოაზროვნე ადამიანს ხელოვნური ინტელექტი არის ტექნიკური საშუალება. ჩემს სფეროში, სადაც მე ვმუშაობდი, სადაც ეს ყველაფერი დაწყებული იყო და სადაც ეს გასაიდუმლოებული იყო, მაშინაც ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა, მე თვითონ უზარმაზარი პროგრამები მაქვს გაკეთებული მანქანებში, მანქანურ კოდებში, მაგრამ არასდროს მიმუშავია იმ სფეროში, რასაც ხელოვნური ინტელექტი გქონდა. თქვენ გონიათ, რომ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ, იქნებით არაფრის მანქნისები, არაფრის ცოდნები და ჩართავ პროგრამას და კითხავ რა უქნა და წახვალ მერე გააკეთებ ასე ხო? ეხლა აუხსნა ეს რას აქციელია, არ აუხსნი, იმიტომ რომ ცუდი რამე უნდა ვთქვა. ესე იგი, ისევ უბრუნდები რითაც დავიწყე. ჩვენ ვდგავართ გლობალური სტრატეგიული ცვლილებების წინაშე, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ გვიჩნდება სერიოზული შანსი ქართული სახელმწიფოს ფერზე დაყენებისა. მსოფლიოში
ამ გლობალიზებულ ქვეყანაში სერიოზული ფუნქციის აღებისა ამას სჭირდება ცოდნა, ამას სჭირდება ინტელექტი, ამას სჭირდება პროფესიული პოლიტიკური საქმიანობა, რა შეხებაც მე მქონდა პოლიტიკასთან და მქონდა ფანტასტიურად წინწასულ მეცნიერებად და შემიძლია გითხრათ, პოლიტიკა არის ადამიანური საქმიანობის ყველაზე რთული სფერო, სასწაული რთული. სულ სხვა რამეა, ვიდრე ყოფითი აზროვნება, ყოფითი საქციელი. მეცნიერება თავისთავად ძალიან რთულია, მაგრამ ის რა არის, შენი გარკვეული, რომ იტყვიან, სფეროებით ხარ შემოსაზღვრული და შეგიძლია იქ უსაშველოდ წინ წახვიდე. მაგრამ აქ შენ ჩარჩო არა გაქვს. აქ ყოფით აზროვნებას უნდა მოეშვა, შენი კონსტრუქცია აზროვნებისა ისე უნდა იყოს მოქცეული, რომ შენ შეგეძლოს ამ განსხვავებულ სისტემაში კოორდინირება. მე ნახე ეს ყველაფერი, არ ვიყავი რიგითი წევრი, დღეს არა ვარ რიგითი წევრი, კიდე გეუბნები, დამოუკიდებლად დღედაღამ შრომობ, რომ ეს მიზანი მიღწეული იქნას. ამიტომ გვინდა ჩვენი სახელმწიფო, გვინდა ჩვენი საოცარი თვითმყოფადობის შენარჩუნება, გვინდა რომ ეს მემკვიდრეობით გადავცეთ ჩვენს შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, გვინდა ის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მემკვიდრეობითობას. მაშინ რატო ვიგდებთ თავს მასხრა? გეკითხებით, რატო ვიგდებთ 33 წელია თავს მასხრა? როგორ შეიძლება მომავლის მოსურნე კაცი ბელადებს დასდევდეს? როგორ შეიძლება მომავლის მოსურნე საღი ადამიანი ვიღაც მექთამეს, რომელიც უზარმაზარ თანამდებობაზე დანიშნეს ეროვნულ კაცად და ეს არის საქართველოს მომავალი. გასაგებია ეს პროპაგანდა კეთდება მასთან დაახლოებული ჯგუფისა, მაგრამ ხალხს სანამ უნდა კონდეს ეს არეული ფასეულობათა სისტემა, როცა მექთამეობა ითვლება შანსიანობა. მიდექი მოდექი ტიპები თანამდებობა როგორ დაიმშვენეს, საკარი გახედეთ ამ ქრთამში ჩაფლულ ჩინოვნიკებს უახლოესი 33 წლის განმავლობაში. ნახეთ, არაფრის მაქნისებმა რამხელა ქონებები შეიძინეს. ვისი ბრალია ეს? განწყობა რო არ იყოს შემგუებლობისა, ამ ტრაგედიისა ხო არ იქნება ეს ყველაფერი. ამიტომ ყველაფერი უნდა დავალაგოთ. ქართველთა დიდ გაერთიანებაში ჩვენ სექტემბრიდან ჩვენი ტელევიზიაც გვექნება, ჩვენ ინდივიდუალურად გავაგრძელებთ. ყველა იმ ადამიანს კარი გაღებული გვაქვს ყველასთვის და გთხოვთ, თუ დასაწყისში ვამბობდით თქვენინებით, ეხლა გთხოვთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. მობრძანდით, ვისაუბროთ და შემდეგ გადაწყვეტეთ თქვენი. ღია ვართ ყველასთვის, ჩვენ ყველას დაველაპარაკებით, სხვა გზა არ არის. სოფლიო იცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ უნდა შევიცვალოთ სწორედ იმ მიმართულებით, რაზეც ეხლა გესაუბრებთ და მე რაკი მაძლევთ სტიმულს და ხედავ რომ 10,000-ობით ნახვა ამ გადაცემებს, რაც ჩემთვის არის უდიდესი პასუხისგებლობა. ყველას გიხდით უდიდეს მადლობას. მე ერთი კაცი ჩემთვის ავაწყე აქ რაღაც და გესაუბრებით თქვენ და როდესაც ასეთი გამოძახილია, ასე იგი მე უნდა ვაკეთო ეს საქმე, მე პირობას გაძლევთ ამას გავაკეთებ და პირობას გაძლევთ იმას, რომ თქვენ ვერასდროს ვერ დაიჭერთ ერთ სიტყვას და ერთ მომენტსაც კი, რომ მე ამ პრინციპებიდან გადავედი და სხვა გზას დავადეგი. არა,
ჩემი ასაკის კაცი, ჩემი მდგომარეობის კაცი ამ საქმისთვის თავგადადებულია და ეს გაგრძელდება ბოლომდე და ეს იქნება ძალიან შედეგიანი. დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას. მე დღეს არ მინდა გადაგავლოთ გემშვიდობები და ოთხშაბათს თუ რაღაც განსაკუთრებული მოვლენა არ იქნა, ოთხშაბათს 21 საათზე კვლავ ხდებით. ძირითად აქცენტს მე გავაკეთებ ყველა თქვენ შეკითხვაზე, რომელიც აი კითხვებიც არის აქ. აი ერთი კითხვა, მოდი წავიკითხავ. ბატონო დემო არა მარტო ანალიზებს პოლიტიკურ საკითხებს, არამედ ისეთნაირად შემოატრიალებს, რომ ქართველები საკუთარი თავით დაინახოთ. მადლობა. მე იმ ქართული ფუძიდან მოვდივარ, სადაც სიგლახეს ვერსად ვერ ვისწავლიდი. მე მინდა ეს ყველაფერი იყოს შენარჩუნებული. ჩვენ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. კიდე გეუბნებით, დღევანდელი მსოფლიო ყალიბდება ისეთნაირად, რომელიც საქართველოსთვის არის ფანტასტიკურად ხელშემწყობი, რომ ხას უსვამ. მაგრამ ხას უსვამ ერთ რამესაც, მარიონეტული ხელისუფლებები, სადღაც შინ მიმავალი თუ ჩრდილოეთში მიმავალი თუ სადღაც მიმავალი ხელისუფლებები ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებთ. აქ პიროვნებების დრო არის, აქ ცოდნის, აქ პროფესიონალიზმის დრო არის და რა თქმა უნდა შენი ქვეყნის მესვეურობის დრო არის. ამ ქვეყანას შენ კვიდრი თუ არ უვლი, შენ რატომ გინდა რომ ეს ყველაფერი შენარჩუნებული იყოს? ამას წაგართმევენ და უკვე გართმევენ. არ უნდა დაუშვათ ეს ყველაფერი და მე ღმათ ვარ დარწმუნებული, რომ არ დაუშვებთ ამას. ღმერთი იყო ჩვენი შევწე ამ წმინდა საქმეში, გემშვიდობებით ოთხშაბათამდე.